მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ მიერთდებით ამ მიმოხილვაში. იცით, დღეს უბრალოდ ძალიან მაგარ თემას უნდა შევეხოთ. ჩვენ არ ვაპირებთ კიდევ ერთი მოსაწყენი სია ჩამოვთვალოთ იმის შესახებ თუ რა უნდა ვჯამოთ. პირიქით, პირდაპირ ჩვენი ორგანიზმის შიგნით უნდა შევიხედოთ და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ჩვენი სხეულის ჰოლისტიკური ჯანმრთელობის აწევა სრულიად ახალ დონეზე, კონკრეტული და ძალიან მაგარი პროდუქტების დახმარებით. აბა, დავიწყოთ. დაფიქრით ერთი წამით, თქვენს თეფშზე არსებული საკვები მხოლოდ კალორიებია? რა თქმა უნდა, არა. სინამდვილეში ის, რასაც ვჭამთ, ფაქტობრივად პირდაპირ კავშირშია ჩვენს ფიზიკურ ენერგიასთან, ტვინის მუშაობასა და უჯრედების განახლებასთან. დღეს დავივიწყებთ მშრალ ფაქტებს და მოგიყვებით საინტერესო ამბავს იმაზე, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ერთად. მოკლედ ასეთი გეგმა გვაქვს. ჯერ ორგანიზმის სისტემებს მიმოვიხილავთ, მერე ნაწლავის მიკრობიომში ჩავალთ, იქიდან პირდაპირ ტვინისკენ ავიწევთ, მერე მიკროსკოპულ, უჯრედულ დონეზე შევიხედავთ და ბოლოს ამ ყველაფერს პრაქტიკულ ყოველდღიურ მენიუდ ვაქცევთ. დავიწყოთ პირველი ნაწილით, საკვები და ორგანიზმის სისტემები. ანუ, ჩვენი ჰოლისტიკური ჯანმრთელობის ფუნდამენტი. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, კომპლექსური ჯანმრთელობა ცალკეული ორგანოების ამბავი არ არის. ეს ერთი დიდი, მჭიდროდ გადაჯაჭვული მექანიზმია, სადაც ფიზიკური ენერგია და ტვინის ფუნქციები პირდაპირ იკვებება იმით, რასაც ყოველდღე მივირთმევთ. გადავიდეთ მეორე ნაწილზე. ნაწლავის მიკრობიომი და იმუნიტეტი. იცით, ნაწლავს ტყუილად კი არ ეძახიან ჩვენს მეორე ტვინს და მართვის ცენტრს. სტაბილური ენერგია და მართლაც ძლიერი იმუნური პასუხი სწორედ აქედან, ჩვენი მიკრობიომიდან იწყება. გაიცანით თქვენი მიკრობიომის მთავარი გუნდი. ეს სამი კატეგორია: მაწონი და ფერმენტირებული პროდუქტები, პარკოსნები, როგორიცაა ლობიო და ოსპი, და რა თქმა უნდა, ნიორი და ხახვი, ის შეუძლელი პროდუქტებია, რომლებიც ამ ჩვენს მართვის ცენტრს იდეალურად ამუშავებენ. მოდით ვნახოთ რატომ. აი ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილი. გსმენიათ ნაწლავი ტვინის ღერძზე. მაწონში და ფერმენტირებულ საკვებში არსებული პრობიოტიკები მარტო მონელებას კი არ შველიან. ისინი ამ სასიცოცხლო საკომუნიკაციო ქსელს აჯანსაღებენ. ხომ გაგიგიათ, რასაც ვჭამთ, ის ვართო. ხო და თქვენი განწყობა და ნერვული სისტემა ფაქტობრივად პირდაპირ კავშირშია თქვენს ნაწლავთან. მოდით პარკოსნებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ლობიო, ოსპი, მუხუდო, ეს მარტო მცენარეული ცილა ხო არ არის? არა. წარმოიდგინეთ, რომ მათში არსებული ბოჭკო არის ნამდვილი ბანკეტი თქვენი სასარგებლო ბაქტერიებისთვის. ისინი ამ ბოჭკოს როგორც პრებიოტიკს ისე იყენებენ, რაც სისხლში შაქარს არეგულირებს და გაძლევთ ენერგიას, რომელიც მთელი დღე სტაბილურად მიყვებათ. ახლა რაც შეეხება ნიორს და ხახვს, მოდით ვაღიაროთ. სუნი ნამდვილად სპეციფიკური აქვთ და პაემანზე წასვლამდე ამბათ არ შეჭამთ, ხო? მაგრამ შეხედეთ მეორე მხარეს. ზუსტად ის ნივთიერებები, რაც ამ მძაფრ სუნს იწვევს, არის უძლიერესი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ფარი. ესენი წარმოუდგენლად აძლიერებენ თქვენს იმუნურ პასუხს, ასე რომ ცოტა სუნის ატანა ნამდვილად ღირს. და მეთანხმებით? მესამე ნაწილი. ნაწლავიდან პირდაპირ მაღლა ჩვენს მთავარ მართვის პულტში, ანუ ტვინში ავინაცვლოთ. ტვინი ჩვენი ორგანიზმის მთავარი კოგნიტიური ძრავაა, იმისთვის, რომ მან იდეალურად იმუშაოს, საუკეთესო ხარისხის საწვავი სჭირდება. და ისიც, ჩვენი სასურსათო სია სპეციალურად ტვინისთვის: მოცვი, ნიგოზი, ცხიმიანი თევზი და კვერცხი. წარმოიდგინათ, ეს ოთხეული როგორც თქვენი მეხსიერების პირადი მცველები და ფარი კოგნიტური დაქვეითების წინააღმდეგ. მექანიკა ძალიან მარტივია. მარცხნივ გვაქვს ომეგა-3, რომელსაც ვიღებთ ნიგვლისგან და ცხიმიანი თევზისგან. ომეგა-3 აქრობს ანთებას და გეხმარებათ მეხსიერების შენარჩუნებაში. მარჯვნივ კი გვაქვს მოცვი, რომელიც პირდაპირ სავსეა ანტიოქსიდანტებით. ის ტვინის უჯრედებს დაზიანებისგან იცავს და ბუნებრივ განახლებაში ეხმარება. და აუცილებლად უნდა ვახსენოთ კვერცხი. კვერცხი არა მხოლოდ სრულფასოვანი ცილაა, არამედ შეიცავს კოლინს. კოლინი, მარტივად რომ ვთქვათ, კრიტიკულად აუცილებელია ნერვული იმპულსების გადაცემისთვის. ის ეხმარება ტვინს ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაში, ნებისმიერ ასაკში. მეროთხე ნაწილი უჯრედული განახლება და დღეგრძელობა. ახლა მოდი ცოტა ტემპი შევანელოთ და გავაკეთოთ რაღაც დაუჯერებელი. პირდაპირ მიკროსკოპულ დონეზე ჩავიხედოთ. აქ უკვე ჩვენს მიკროსკოპულ დასუფთავების გუნდს უნდა შევხვდეთ. გაიცანით საბოლოო სამეული. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ბროკოლი და ექსტრავირჯინ ზეითუნის ზეთი. ესენი ფაქტობრივად სიცოცხლის გახანგრძლივების და უჯრედების დეტოქსიკაციის მთავარი გასაღებია. ავიღოთ ისპანახი და კავლე. ესენი უბრალოდ მწვანილები კი არ არის, ნამდვილი სუპერგმირები არიან.
სავსეა K ვიტამინით, ლუტეინით და ფოლიუმის მჟავით. წარმოიდგინეთ ისინი როგორც თქვენი უჯრედების დამცავი ფარი, რომელიც ენერგიის შენარჩუნებაშიც გეხმარებათ და კოგნიტურ დაცვასაც უზრუნველყოფს. აი, ეს სიტყვა აუცილებლად დავიმახსოვროთ, აუტოფაგია. ჟღერს ცოტა რთულად, მაგრამ ჩვენი ბიოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი პროცესია. როცა ბროკოლს ვჭამთ, ვიღებთ ნივთიერებას სახელად სულფორაფანს. ის კი პირდაპირ თავს ამ აუტოფაგიის პროცესს. ანუ თქვენი სხეული ფაქტობრივად თავისით ანადგურებს და ასუფთავებს ძველ დაზიანებულ უჯრედებს, რომ ახლებს დაუთმოს ადგილი. ხო მაგარია? და რა თქმა უნდა, ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი. ის მარტო სალათის შესაქმაზე არ გეგონოთ. ხმელთაშუა ზღვის დიეტის მთავარი საიდუმლო იარაღია. სავსეა მონოუჯერი ცხიმებით და უჯრედების დაბერებას ისე ანელებს, რომ ზოგადი დღეგრძელობისთვის ბუნების ერთ-ერთ საუკეთესო საჩუქრად ითვლება. და ბოლოს, მეხუთე ნაწილი ყოველდღიური მენიუს შექმნა. მთავარი კითხვა ხომ ის არის, ეს ყველაფერი პრაქტიკაში როგორ გამოვიყენოთ. მოდით ჩვენი საოცარი ბიოლოგიური ცოდნა რეალურ ყოველდღიურ მენიუდ ვაქციოთ. მოდით, სწრაფად შევაჯამოთ. აქ ზუსტად ხედავთ რა რასაკეთებს. ბროკოლის სულფორაფანი, დასუფთავებისთვისა, კვერცხის ქოლინი ტვინის იმპულსებისთვის, ზეთი დღეგრძელობისთვის, კენკრა დაცვისთვის, ომეგა-3 ანთების წინააღმდეგ და პარკოსნების ბოჭკო ენერგიისთვის. ფაქტობრივად, ეს არის ჩვენი სხეულის იდეალური ინსტრუქცია. დასასრულს მინდა ერთი ასეთი პროვოკაციული კითხვა დაგიტოვოთ, რომელიც პირდაპირ ჩვენი წყაროდან მოდის. გსურთ, ამ პროდუქტების ბაზაზე შევადგინოთ მარტივი, ყოველდღიური მენიუ, რომელიც ენერგიასაც მოგიმატებთ და მიკრობიომსაც გაგიჯანსაღებთ. აბა, დაფიქრდით ამაზე თქვენი შემდეგი კვების წინ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიყურებდით. იმედია დღეს ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინეთ. შევხვდებით შემდეგ მიმოხილვაში. დროებით.